სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინისათა ამინ. ჩვენთან არის მე. ერთად ალოცველი გამყოფოთ, გაგახართ და გაგაზიაროთ უფალმა დღეს, როგორც მოგეხსენებათ, არის მისი უწმინდესობის აღსაყდრების დღე. 47 წელი გავიდა, რაც ჩვენი უწმინდესი არის პატრიარქი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა. მანამდე კიდე 62 წლიდან არის თუ არ ვცდები, მღვდელმთავარი და მისი ასეთი დიდი ხნით პატრიარქობა არა მარტო საქართველოს ეკლესიის ისტორიაში, არამედ რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია მსოფლიო ეკლესიების მასშტაბით ასეთი ხანგრძლივი ასეთი პატრიარქი არ ყოფილა და მადლობა ღმერთს, ვერთა კარგად ვიმყოფოს მისი უწმინდესობა, დაგმილოცოს და მისი ლოცვა-კურთხევა მოამბოს ჩვენს ეკლესიასა და სრულიად საქართველოს. ძალიან მნიშვნელოვანია ის მდგომარეობა, რომ დღეს პატრიარქთან დამოუკიდებლობით შეიძლება ადამიანი განისაზღვროს, რამდენად არის ის ქრისტიანი, ან ქრისტიანობა შეიძლება ამ სიტყვის გადაჭარბების გარშე შეიძლება ითქვას, რამდენად ქრისტიანია ის. რამდენიმე დეტალს ვიტყვი. ჩვენ მთელი საუკუნეების მანძილზე ერი, არა მარტო ქართველი ერი, ყველა ერი მიისწრაფის იმისკენ, რომ წარმოაჩინოს საკუთარი თავი, რომ არის განათლებული, რომ არის ერუდირებული, ასე და ასე შემდგომ. და ყოველი ჩვენთაგანი და ზოგადად თითოეული ჩვენთაგანი, მაგალითად, ბრძენი ადამიანების გამონათქვამები, რომ გამონათქვამებია, იმასაც კი ვიყენებთ ხოლმე, ხო? ვსწავლობთ, ბავშვიშვილებს ვასწავლით და ჩვენ გვყავს პატრიარქი უკვე თითქმის 50 წელიწადია, რომელსაც ერთი საკუთარი ეპისტოლეები რომ თქვათ, მარტო ეპისტოლეები. იქ იმდენი ფრაზები აქვს, ნული ფრაზები, შეიძლება ეთქვას, მთელი დედამიწის სიბრძნეს ეყოფა. შეიძლება ითქვას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. არის მეორე კიდე მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ ეროვნულობის პრეტენზია გვაქვს, საქართველოს გვიყვარს, არავინ არ ამბობს, არ გვიყვარს საქართველოს. კი გამოჩნდნენ ადამიანები, რომელმაც სამშობლოსება არ იციან. კი არიან ეგენი, მაგრამ ეგენი საქართველოს სიყვარულზე არ საუბრობენ და ძირითადად საზოგადოება სიყვარულზე საუბრობს. და პატრიარქი არის რომელსაც ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვართ და ტერიტორიები დაკარგული და ასე შემდგომ და ჩვენი პატრიარქის ერთიანობა წდება იურისდიქცია იმ ტერიტორიებზედაც კი, რომელიც ჩვენ ფაქტიურად არ გვექვემდებარება. ეს არის აფხაზეთს გულისხმობ და სამაშაბლოს გულისხმობ. ამიტომ თუ ჩვენ პატრიოტული სულისკვეთებისადები ვართ, მარტო თუნდაც მარტო ამ კუთხით, ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ პატრიარქს როგორც ერთიანობის სიმბოლოს. და კიდევ ასევე ჩვენ ყველანი კულტურა ერისა განპირობებულია იმით, რამდენად აქვს მას ახალგაზრდებს მამისტოლა და ბაბუისტოლა ადამიანებთან დამოკიდებულება როგორია. კულტურული საზოგადოებაში ცნობილი ფაქტია, რომ როდესაც მამასტოლა ან ბაბუისტოლა მით უმეტეს ადამიანი ოთახში შემოვა გაევლის, ახალგაზრდა ფეხზე უნდა ადგენს. ეს რა თქმა უნდა კულტურული საზოგადოების. ახლა დღევანდელი საზოგადოებაზე ვერ ვიტყვით. ახლა ამას ახალგაზრდების გარკვეული ფენა, რასაც ასწავლიან, ვიცით ჩვენ. ვიცით ეს სადაც მიექანება მდგომარეობა ჩვენი ზნეობრივი სხვა თემა. და ჩვენ თუნდაც იმის გამო, რომ ასეთი ხსოვანი, ბრძენი, ერთიანობის სიმბოლო ყავს პატრიარქი, ჩვენ რა თქმა უნდა მის მიმართ უაღრესად პატივისცემელი უნდა ვიყოთ. და ერთი კიდე და დავამთავრებ თქვენი ნებართვით, ჩვენ თუკი ჩვენ გვაქვს იმაზე პრეტენზია, რომ ვართ ქრისტიანები. ხო? ჩვენ ასე შესაბამისად ვიცით, თუკი ქრისტიანობაზე გვაქვს პრეტენზია, რომ ეკლესია ეს არის როგორც კიდობანი წარღვნის დროს. ვინც არავიდან და ვერავიდან არ ისურვა კიდობანზე ასვლა ვერ გადარჩა. ეკლესიის გარეშე, როგორც წარღვნის დროს ნოეს კიდობანის გარეშე, ადამიანის გადარჩენა შეუძლებელია. და განაც შეიძლება ნორმალურად ითვლებოდეს ადამიანი, გარეთ წარღვნა გემზე იყო და გემის კაპიტანს ებრძოდა. ეს ხო და ყველანაირ ლოგიკას არის ამოვარდნილი, ხო? არ ვიცი, არაადეკვატურობა კიდე ბილად ნათქვამია. როგორ შეიძლება ეკლესიის წევრი იყო და ეკლესია კიდე ოჯახია. ერთი ქრისტესმიერი ოჯახი და ოჯახში
შენს ოჯახის უფროს ესე იგი რა ვიცი იყო მოტივირებული იყო რომ როგორმე რაღაც ზიანი მიაყენო ესეც არაადეკვატურობა არის რბილად რო თქვა დალოცვილი გამყოფოთ მაღალმა მერთმა კარგად მიყოფოს მისი უწმინდესობა და მთელი ჩვენი სამღვდელოება მე მინდა მადლობა უთხრა მამებს მომგანებისთვის ერთობლივ წირვისთვის მინდა ხმამაღლა განვაცხადო რომ ძალიან მიხარია დღევანდელი დღე ძალიან გამახარეს მამებმა და მინდა მადლობა შემოვწიროთ ასე ერთობლივ წირვისთვის და ერთობლივ ედრებისთვის სახელითა მამისათა დადისათა და სულისას მინისათა ჩვენთან არც ღმერთი ეს არის სპირიდონ ტრიუმფირების ხსენების დღე ეს არის უდიდესი მღვდელმთავარი რომელმაც მონაწილეობა მიიღო და ფაქტიურად მის მიერ არის ჩვენი მრწამსი შექმნილი და დაწერილი იმიტომ რომ სწორედ აი სოფლიო კრებაზე როდესაც ის გამოვიდა და არიოზი ებრძოდა მას და სამღვდელოება ძალიანად და ახერხებდა იმდენს რომ თავისი ლოგიკით თავისი ესე ვთქვათ მოხერხებული სიტყვით იქ გაენია ნეიტრალებინა წმინდა ნიკოლოზის სიტყვა და სხვა წმინდა მამების სიტყვა სწორედ სპირიდონ ტრიუმფირებმა შეძლო და პირდაპირ ყოველგვარი გადახვევის გარეშე აგური დაიჭირა ხელში მოუჭირა მას ხელი და ის აგური დაიშალა ცეცხლად მიწად და წყლად და უთხრა იქ მტყოვებს და მათ შორის რა თქმა უნდა არიოს აი როგორ დაიშალა ეს უბრალო აგურიო სამი ბუნებითო აი ესეთი სამი ბუნება გააჩნია ჩვენ წმინდა სამებას მამასო ძესო და წმინდა სულს ასე რომ თუ ჩვენ წამს ვკითხულობთ და ყოველთვის გვახსენდება სპირიდონ ტრიუმფირების სახელი მისი ლოცვა კურთხევა არ მოგვაკლოს უფალმა ღმერთმა მე მინდა დღეს მიულოცო მამა სპირიდონს მისი ანგელოზის დღე არის მისი შემწეობა მოწყალება არ მოკლებოდეს მას თავისი ცხოვრების მანძილზე და მე მინდა გითხრათ ერთი რამ თქვენ ბედნიერები ბრძანდებით რომ ასეთი მოძღვარი ხავთ მართლაც ბედნიერები ხავთ ბევრ სამრევლოს არ აქვს ასეთი კარგი მოძღვარი ის არის გულანთებული ქართველი ის არის უმხუარი პატრიოტი ადამიანი და მის სიტყვას აქვს ძალიან დიდი ფასი და ძალიან დიდი ძალა ის იყო ერთ-ერთი პირველი ის რომელიც აი უზნეობას რომელიც ჩვენ საქართველოში უნდა დაემკვიდრებინათ წინ აღუდგა და გამოვიდა და თამმა თქვა თავის სიტყვა ამას უნდა ძალიან დიდი გამბედაობა ამას უნდა ძალიან დიდი სიყვარული ერისა და ქვეყნისა რომ გამოსულიყო და ეთქვა ეს სიტყვა ამიტომ მადლობა მას და მადლობა თქვენ რომ ასეთი მოძღვარი ხავთ და გიყვართ თქვენი მოძღვარი დარწმუნებული ვარ და ღმერთმა დიდხანს გვიწევს რომ ჯამთელად მივყოფოს გახარებულ და განიერებულ წმინდა სპირიდონ ტრიუმფირები შეგეციოს რომ და ყოველთვის დღესდღეობით შეეცა და შენი შეეცა და დავროცეთ მამებო მინდა ასევე დავამატოთ ჩემო ძვირფასებო რომ ჩვენ მამა დავითი დღეს არის იუბილარი და პატევის გარდა თქვენი სახელი ლოცავი იუბილარი მადლობელი ვარ ღმერთისა რომ აი დღევანდელ დღეს თქვენთან ერთად ჩემი იუბილეში ვხდეს ერთ-ერთი საუკეთესო თქვა ჩემთვის იმიტომ რომ ამდენ ქრისტეს მიერ ძმებთან მეგობრებთან მოსიყვარული ადამიანებთან რომ აღმენიშნა ეს დღე მადლიერი ვარ ამისათვის ღმერთისა და რა თქმა უნდა მამას პირიქონისა საერთოდ მიწეს ხოლმე რაღაც ესე გადაგების არა მაინც ვიტყვი ამას რომ მე მამა სპირიტული ამანებიც გიცნობ მაგრამ გაგიცანით აი რო იყო პარლამენტის წინ და იქიდან უფრო რაღაცნაირად და დავინახე მაშინ მებრძოლის სული დავინახე ადამიანის რომელიც სიმართლისთვის გვერდის გულისთვის ნეობის გულისთვის იქით გას სადაც საჭირო იყო და მე მინდა მოგილოცოთ მამაო დღევანდელი დღე და ღმერთმა ამრავლოს თქვენარი მოძღვრები ღმერთმა ამრავლოს იმიტომ რომ თქვენ ახართ ამის ყველაფრის მაგალითი და თქვენ თითოეული ბევრ ადამიანში ხედავ მებრძოლ სულს მამა დავითი იგივე და მამა ისტორიაში და ბევრში რა მამა ზაბულონში და ეს მინდა რომ მიხარია რომ არსებობს ესეთი ადამიანები
ეს იმედია ერისა, იმედია ჩვენი ქართულობის გადარჩენისა. შეხო პატრიარქიდან დაწყებული, მაგრამ აი მოძული მაინც ეს ყველაფერი გადადის მე მებრძოლ ადამიანებზე, როგორც ერთ-ერთი იქიდან გამორჩეული ჩვენი мама სპირიდონია და მე ძალიან მიხარია რომ ამ ადამიანს ვიცნობ. თქვენ მოგილოცავთ იმას რომ ესეთი მოძღვარი ყავთ და დაუჯერეთ მის გვერდზე უნდა იყოს თქვენს. მე თქვა დაგლოცოთ და გაგახაროთ და თქვენს მოგილოცავთ თქვენი მოძღვრის. ანგელოზის დღეს ასევე мама დავით მოგილოცავთ. მადლობა, გაიხარეთ. ორცელ დაბადების და ღმერთმა დაგლოცოს და ჩვენ კიდე ბევრი საბრძოლი გვაქვს. აუცი და ყველა უნდა ერთად ამ ყველაფრის წინაშე. ღმერთმა დაგლოცოს და გაგახაროთ. Tulotsa დღევანდელ დღეს ჩვენს პატრიარქს პირველად მისი აღსაქმრების დღეა და ჩვენ დღეს ეს პატარა ძმური სიყვარულით შევიკრიბეთ მამას სპირიდონის გვერდში. მამას სპირიდონი ნამდვილად ძალიან გვიყვარს ამ ბოლო წლებში ცოტა ისეთი დაძაბული მდგომარეობა გვაქვს და მამას სპირიდონი არის სიმართლის სადარაჯოზე დგას და ჩვენ აი ბევრს გვეიმედება ყველას ახლა რაც შეგვიძლია ჩვენს გარშემო ამბობთ იმ სიმართლეს აცათქმელია, მაგრამ ამბობს ამას უფრო მეტი უფრო მაღალი სიმაღლიდან და უფრო ისე ამბობს რომ ბევრს გვახარებს მისი სიმართლის თქმა და ღმერთმა დალოცოს მამას სპირიდონი ნამდვილად დღეს ყველაზე ძნელი შეიძლება ადამიანი მარხველიც იყო, ლოცველიც იყო, მაგრამ თუ აი სიმართლის თქმა გიჭირს რა, შენი ლოცვა, შენ მარხვას დიდი ძალა არ იქნება ამ დროს და მამა ამას ამბობს მარტივად, როგორც აი წმინდა სპირიდონმა თქვა, როცა ესეთი არიოზის სწავლებლებთან ერთ-ერთი ესეთი ის იყო პაიქრობა იყო, მამა სპირიდონი, წმინდა სპირიდონი არ იყო, ანუ ღვთისმეტყველი და ესეთი მათ განსწავლული და როცა წარდგა ერთ-ერთი ფილოსოფოსის წინაშე ამ ყველას შეშინდნენ რომ ეს ვიფიქრეს რომ ამ ფილოსოფოსთანო ესო აი ამ სიტყვე პაიქრობაში დამარცხდებაო და წმინდა სპირიდონმა მარტივად აუხსნა მას რომ უბრალო სიტყვით აუხსნა რომ ჩვენო წამსო ეს წამსი ეს აუხსნა ეს წამსო და ეს ფილოსოფოსი გაჩერდა და ვეღარაფერი ვეღარ თქვა და მან ანუ ისაქნა უკან დაიხია და აღიარა და უარყო არიოზის მიმდევრობა და მე თქვა რომ ამბობს ეს ფილოსოფოსი რომ მისი პირიდან თვით ღმერთი მელაპარაკებოდაო და მე უძლური გავხდიო ვეღარაფერში ვეღარ გამოვიყენდეო ანუ ჩემი სიტყვიერი ფანდებიო და უძლური გავხდიო მისი პირითო თვით ღმერთი მელაპარაკებოდაო და მამას სპირიდონის სიტყვაც ესეთი ალალია ხოლმე და პირდაპირ ამბობს რა მოკიბოს არ ამბობს და პირდაპირ 10-იანში ამბობს ახლა მიზეს ამბობს თორე ახლა როცა რაღაცა ადამიანს რამე დაავადება ჭირს, საიდან მოდის ეს დაავადება, იმას უნდა ვებრძოლოთ, ხო? იმას უნდა იქ უნდა ის უნდა გავკუმროთ, საიდანაც ეს დაავადება მოდის. თუ ხა სიმპტომებს ვებრძოლეთ, ჩვენ აზრი არ ექნება. თავარი არის მიზეზი, საიდან მოდის ეს დაავადება და ძლიერი ექიმი და მართალი ექიმი ებრძვის იმ სათავეს, დაავადების სათავეს. და მამას სპირიდონი სწორედ ამას ამბობს, საიდანაც მოდის ეს ჩვენში ეს პრობლემები ჩვენს ქვეყანაში. რატომაც ვართ ამ დღეში ჩვენ აი სწორედ იმას ებრძვის და მე ვერც შევთხოვ რომ მამას სპირიდონს დიდი გამძლეობა მოგცეთ ღმერთმა მომავალ და რა ვიცი ღმერთმა ასევე მამა დავით თქვენ განაცვალეთ ძალიან მიყვარხართ და რა ვიცი მე ვთხოვ რომ თქვენ სიტყვას დალახმაროთ სამომავლო და რა ვიცი ჩვენ ვისურვებთ იმას რომ მალე გვეცხოვროთ მშვიდობიან გაძლიერებულ საქართველოში. ამინ. გამოსულიყო თქვენ გამოსულიყო ჩვენ ამან ყველა ჩვენი გამაგრება ხوارინა და Sevanda filozofia. Პირველი წინა მოყავები ინტერესანტებს და სრულიად საქრისტიანოს მისასალმია და შეგვეძლოს ეს უდიდესი წინა მოყავარი მადმოსილება და წყალობა არ მოგვაქვს. მისებრი გულის უბრალოება მოგვაყოთ ღმერთმა როგორც უბრალო ადამიანი იყო ის თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე და ამ უბრალოების მიაღწია უდიდესი წმინდებს ის გამოც ჩვენ ეკლესიის უდიდესი მთავარი გახავთ და ყველაფერი მასშტაბში რომ გულის უბრალოებით გვეცხოვროს
და ამით უნდა წარმართებულიყავით ქრისტეს გზაზე. მე მინდა ჩვენ უწმინდეს მივლოცოთ დღევანდელი დღე, თქვენ მინდა მოგილოცოთ, რომ ესეთი უწმინდესის ეპოქაში ვცხოვრობთ, მისი თანამედროვეები ვართ, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა და ამის თანდათან კიდევ უფრო მეტად და მეტად მოხდებით, ერთ თუ კი ვინმე დღევანდელამდე ვერ ხვდებოდა იმას, თუ რას წარმოადგენს ჩვენი უწმინდესის ეპოქაში ცხოვრება. დავუცოთ ჩვენი უწმინდესი ხმასთან და მრავალჟამიერ მის უწმინდესობას. რა თქმა უნდა, მამას პირდაპირ სულოცავ, ანგელოზის დეს თავბადასოთ მამაობერთან და საერთოდ არის რაღაცა მე მგონია, მიმბაძველობა შენ მოსახელეცინდას იტყვარი, ხო და ზალა რომ ის გულის უბრალობის შეუპოვრობა, ის სიფტკიცის გონიერება ძალიან უხვადაა ჩვენში და ალოღობაც ამისაც და მოხდა მრავალი წელი შეგაძლებინოთ ამ დამოკიდებულებით და სულისკვეთებით ეკლესიის და ერის საკითხის საქმეები გეკეთებინოთ მამაო, რა თქმა უნდა მრეების ერის და ყველა ჩვენანის თანადგომით. ამადავით მინდა მივლოცოთ დღევანდელი და იუბილე უმნიშვნელოვანესი დღეა ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში, ძალიან ლამაზი დღეა აღქმათ მოვლენებისგან და გავარზაგასოთ მამაო კაი და ერის სამსახურში. ყველა გილოცავ მამაო, ალბათ გამოვხდეთ. სადაც 2 და 3 შეიკრიბებთ და სიმრავლე რა თქმა უნდა უსამზე მეტია რა თქმა უნდა, იქ მეც ვარ და ქრისტია ჩვენ შორის და მე კიდევ ერთხელ მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისთვის, მადლობა მისი უწმინდესობის პატრიარქობისთვის და რა თქმა უნდა მადლობა მამებს სტუმრობისთვის და თანაწერვისთვის. ჩვენ